აფხაზეთი საქართველოს ერთიანი სივრცე, სტრატეგიული მიმართულებები და ახალი გამოწვევები. ამ სახელწოდებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. კონფერენცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადებიდან 90 წლის თავს ეძღვნებოდა. ყველა საკითხი, რომელიც აქ იქნება წარმოდგენილი, ძალზე მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის, მნიშვნელოვანი არის ჩვენი კუთხისთვის აფხაზეთისათვის. ჩვენი პატრიარქი 11 წლის მანძილზე გახდათ აფხაზეთის მიტროპოლიტი და ამ კათედრიდან იქნა არჩეული საპატრიარქო საღდარზე და ის რაც მან დანერგა თავისი მმართველობის დროს ის სულიერი და ლიტურგიკული მოქმედებები გრძელდებოდა წლების მანძილზე, მაშინაც კი, როდესაც უკვე ის არ გახდათ ეპარქიის მმართველი. უწმინდესი მოუწოდებდა ყველა ეროვნების ადამიანს ერთობისაკენ ღმერთში, ერთობისაკენ ეკლესიაში, ურთიერთსიყვარულისკენ. და აი ასეთი არის მისი 45 წლოვანი მოღვაწეობა, მოწოდება ადამიანების ღვთისკენ და ურთიერთსიყვარულისკენ. ჩვენთვის ტკივნეული საკითხი, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ოკუპირებული მიწა-წყალი, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და სამაჩაბლო. ახლა რაც დაარღვიეს საქართველოს მთლიანობა, უკვე სამნაწილად გაყვეს საქართველო, ეს არის, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ფაქტი, რომ სამი სახელმწიფო არის თითქოს. და ახლა სურთ, რომ ეკლესიურადაც გამოყონ. აფხაზეთი, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო ქართული კულტურული შემოქმედების ნაყოფი, რომელიც საბუთიც არ უნდა იყოს აფხაზეთიდან, ეს არის ქართულენოვანი, რომელიც საეკლესიო დოკუმენტიც არ უნდა იყოს ქართულენოვანი, რომელიც სახელმწიფო დოკუმენტიც არ უნდა იყოს ესა ქართულენოვანი. თვითონ ქვებიც ღაღადებენ აფხაზეთში, ყველაფერი არის, ყველა წარწერა რაც კი არის მოქცეული, რა თქმა უნდა, ქართული არის ესა, ქართული მიწა-წყალი, საქართველოს კულტურული შემოქმედება, ქართული არის გენიის ნაყოფი არის თვითონ აფხაზეთის მისი ეკლესიები, მონასტრები. ჩვენი ეკლესიისა და პატრიარქის როლი საერთოდ აი ამ აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაში არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი. მე ვხედავ აქ არა მარტო უცხოელებს, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ ჩვენ სტუდენტებს, ახალგაზრდებს, რომლებმაც ზუსტად უნდა დაასრულონ აფხაზეთის პრობლემის საბოლოოდ მოგვარების პროცესი. ამიტომ ამ ახალგაზრდების ასეთი ფართო ჩართულობა ამ კონფერენციაში და ზოგადად აფხაზეთის პრობლემის მოგვარების პროცესში არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მრავალმხრივი და აქტუალური იყო მოხსენებათა სპექტრი, რომელიც მონაწილეებმა წარმოადგინეს. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი ერთეულის წარსულსა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე, ასევე იმ სტრატეგიულ მიმართულებებსა და გამოწვევებზე, რომლებიც დღეს დგას ამ რეგიონის წინაშე. დღევანდელ კონფერენციისათვის სპეციალურად ჩამოვიდნენ კანადიდან, ისრაელიდან, სპეციალური ჩართვები იქნება თურქეთიდან, სადაც ამ კონფერენციის მომზადებაში ღებულობდნენ მონაწილეობას ჩვენი უცხოელი კოლეგები და მინდა გითხრათ, რომ ყველა ის თემა, რომელიც დღეს გამოვიდა კონფერენციაზე, არის სრულიად ახალი თემები, რომელიც ეძღვნება აფხაზეთს, რომელიც ეძღვნება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს და ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს, რომელიც ჩვენს მომავალ მუშაობაში გათვალისწინებული უნდა იყოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოფენა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი ხელნაწერები საუბრობენ აფხაზეთზე, მომზადებულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად, ეროვნული ცენტრის მეცნიერებთან ერთად და ვფიქრობთ, რომ ამ გამოფენამ იმოგზაუროს საერთოდ და ყველას ვუთხრათ, რომ აფხაზეთი საქართველოა. თვით თემა არა მარტო საინტერესო, არამედ ძალიან აქტუალურია ყოველთვის. არა მარტო აფხაზეთიდან გამოსული პიროვნებების, არამედ მთელი საქართველოსთვის და თუ დამერწმუნებით სოფლიოსთვისაც ეს მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება პატარა კერაა, მაგრამ კერაა საკმაოდ დიდი კონფლიქტების. რაც ნაკლები იქნება კონფლიქტი, იმდენად უკეთესი გარემოება იქნება და მე მგონი ეს კონფერენცია ერთ-ერთი პატარა რაღაცა იმის, რომ ცოტა სხვანაირად მიუდგენ ამ პრობლემების გადაჭრას.
სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს საპატრიარქოს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჩატარდა.